მთავრობის განახლებულ შემოდგომობას დეპუტატები კენჭს უმცირესობასთან და უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ უყრიან. ამ ტუთებში კი სხდომაზე ფრაქციების ხელმძღვანელები გამოდიან. ახალი სამთავრობო პროგრამა კანონმდებლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა და კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა. ჯენი კვანტალიანი მუშაობს დილიდან პარლამენტში და თემას ის განაგრძობს. ვინ დაანგრია გლდანის ეკლესია, ასევე 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მემორიალი, რომლის გრევასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს იმ შეკითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ზურაბ ტყეშელაშვილმა ოპონენტ გია თევდორაძის მისამართით გააჟღერა. მან პროკურატურას მოუწოდა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით გაცემოდა ბურუსით მოცულ შეკითხვებს პასუხი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია ჯერჯერობით გია თევდორაძეს, თუმცა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ პრემიერის გამოსვლისას მან მთავარ კითხვებზე პასუხებს თავი აარიდა და ყველაზე მარტივ შეკითხვებსაც კი არ გასცა პასუხი. გუგული მაღრაძემ კი აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან უფრო მეტ ოპონირებას ელოდა და ის იმედგაცრუებულია. როცა საუბრობთ ახლა გრევა მშენებლობის თაობაზე, რატომ არ გვახსენდება, რომ ჩვენ პერიოდში არაფერი არ დაანგრეულა? იქნებ მიმითითო და მე არ მახსოვს, მაგრამ თქვენ პერიოდში დაანგრეული. იქნებ არ ვიცი, მე ვცდები და თქვენ გამახსენოთ, ვინ დაანგრია ფერეს ფერზების მშენებარე ეკლესია, ვინ დაანგრია და ვინ ანგრევდა. დიდი სატვირთო მანქანებით ხომ არ გახსოვს გოგა გენეცვალე იმ გლდანის ეკლესიას, ხომ არ გახსოვს 16 სართულიანი სახლი ვინ დაანგრია თბილისში ქალაქის ცენტრში. არ ხომ არ გახსოვთ აქ ამ ტერიტორიაზე ახლოს მდგარი მემორიალი ვინ დაანგრია, ვინ დააფეთქა და 2 ადამიანის სიცოცხლე რო ემსხვერპლა. ხომ არ გახსოვთ ბატონო გიორგი, თქვენ მერი იყავით მაშინ. ამის შემდეგ უბრალოდ შესაძლებელია ჩვეულებრივი შეფასება სხვა ინსტიტუციაში რო იყოს, ეს შეიძლება იყოს რომ უბრალოდ ვიღაცამ თქვას დავბრძანდით ორიანი, მეტი ეს გამოსვლა უბრალოდ არ იმსახურებს არანაირ შეფასებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იმიტომ კი არა, რომ ჩვენ შორის არის და თქვენ კარგად მიპასუხებთ ან გამოძვრებით დემაგოგიას დაუძახებთ ამას თუ არა. ძალიან მარტივი არის ფაქტები, რომელიც თქვენ უნდა გაიაზროთ, რომელიც იციან სტუდენტებმა მაგალითად და სხვებმა, ხო? ძალიან მარტივია, რომ არსებობს ფაქტები, ტყუილი, თვითკმაყოფილება და არაკომპეტენტურობა. ეს არის ალბათ ის სამი მთავარი მახასიათებელი თვისება, რაც წითელ ხაზად გასდევს ბიზინა ივანიშვილის მთავრობას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბატონი ღარიბაშვილის აქ ყოფნა, რა თქმა უნდა, წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებს. როცა გუშინდა დღეს აქ ისმებოდა ძალიან კონკრეტული მთავრობის სტატისტიკაზევე დამყარებული კითხვები, თუ რატომ იზრდება გაჭირვება, რატომ იზრდება სიდუხჭირე საქართველოში, თქვენ მუდმივად გაიძახოდით სიტყვას დემაგოგიას, ანუ იმას, რითაც საკმაოდ წარუმატებლად იყავით დღესაც დაკავებული. სამწუხარო ის არის, რომ მე სიმართლე გითხრა, მაღალ კლასს ველოდი ნაციონალური მოძრაობისგან და ეს მაღალი კლასი არჩევს ოპონირებაში. ეს ძალიან ცუდია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ მე ფსიქოლოგიაში მუშაობ უმრავლესობის და უმცირესობის საკითხებზე და უმრავლესობას გადაწყვეტილების მიღებაში ჭირდება კონსტრუქციული უმცირესობა. უმცირესობის წარმომადგენელი გოგა ხაჩიძე საკუთარი სიტყვით გამოსვლისას მხოლოდ მადლობებით შემოიფარგლა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს იმისთვის, რომ მეორე ჯერზე მიკროფონი არ გამოურთეს საუბრისას, ასევე მადლობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს იმისათვის, რომ ასეთი პრემიერ-მინისტრი ყავთ ირაკლი ღარიბაშვილის სახით და ასეთი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, რომლის მხარდაჭერასაც არ აპირებს ხაჩიძე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი სიტყვით გამოსვლისას კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიამაც. უმრავლესობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის გემოვნების მწვერვალი ასევე მუზა იყო მიხეილ სააკაშვილი და გამომდინარე აქედან ნაციონალურ მოძრაობასთან მათ თანხვედრა ვერ ექნებათ. თქვენ სტონალობაში გადავალ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთ პრემიერ დაგვინიშნა. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას იმისთვის, რომ ასეთ მთავრობა გვეყოლება. დიდი მადლობა, რომ მზეამოდის საერთოდ ჩვენ ვარსებობთ. ბატონი თავმჯდომარე მიკროფონს არ მირთავს.
უდიდესი მადლობა მაპატეთ თუ რამე შეგწოდეთ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ნამდვილად დაგჭირდებათ ეს აწი ღმერთი თუ მოგიმართავთ თქვენს თორე ისე ხართ რეალობას მოწყვეტილი რომ ადამიანისას ვეღარ გაიგებთ მადლობა ბატონო ბიძინა რომ მე ხი ადამიანს ამ სიტყვის წარმოთქმის დროს მე შეგახსენებ რომ რამდენიმე საათის წინ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა რომლის შემდეგაც უკვე დეპუტატებმა სასურველი შეკითხვები დაუსვეს დეპუტატების გამოსვლა ტრიბუნასთან ამ დრომდე მიმდინარეობს